2024 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 6. წყალში მთლიანად ჩაძირულ მყარ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა დამოკიდებულია ამ სხეულის, აქ ვარიანტები არის ჩამოთვლილი, მაგით მოდი ავიღოთ რაღაცა სხეული. კარგით, ახლა აქ ჩავასხავთ წყალი, რადგანაც ვკითხეს, რომ წყალში არის ჩაძირულიო. ასე. ახლა პირობით გვეუბნებიან ჩვენ, რომ სხეული, მყარი სხეული წყალში მთლიანად არის ჩაძირულიო. ჩავძიროთ მთლიანად სხეული, ასე. ახლა ამ სხეულზე იმოქმედებს ერთის მხრივ ქვემოთმომართული სიმძიმის ძალა mg და აგრეთვე F არქიმედეს ამოგდების ძალა. რადგანაც ეს სხეული მთლიანად არის ჩაძირული, შესაბამისად სიმძიმის ძალა mg სიდიდით მეტი არის არქიმედეს ამოგდების ძალაზე. და ახლა თუ გავთვალისწინებთ F არქიმედე რის ტოლი არის? F არქიმედე ტოლი არის ρ სითხის სიმკვრივე გამრავლებული თავისუფალი ვარდნის საწყარებაზე ჟ-ზე და ჩაძირული ნაწილის სხეულის ჩაძირული ნაწილის მოცულობაზე. ეხლა ამ გამოსახულებაში სითხის სიმკვრივე მუდმივი სიდიდეა, ჟ-ც მუდმივი სიდიდი არის და შესაბამისად F არქიმედე ამოგდების ძალა დამოკიდებული არის ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ჩაძირული ნაწილის და შესაბამისად რადგანაც მთლიანად არის ჩაძირული მთლიან მოცულობაზე. ანუ საბოლოოდ აქედან ვასკვნით, რომ რადგანაც ეს ორი სიდიდე მუდმივი არის, არქიმედეს ამოგდების ძალა ამ შემთხვევაში იქნება დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ამ სხეულის მხოლოდ მოცულობაზე. პასუხი A.